წარმოიდგინე, ღმერთებმა რომ დაგაჯილდოვონ ადამიანის ფარულად მართვის უნარით. კონკრეტულად როგორ გამოიყენებდი ამ უნარს. შეგეძლებოდა მარტივად გაგევლო გასაუბრებები, სწრაფადვე დაწინაურებულიყავიან ბევრად წარმატებული გექცია საკუთარი ბიზნესი, სხვებზე ზეგავლენის მეშვეობით. ალბათ არც საპირისპირო სქესის ყურადღებას დაიკლებდი და შემოსავლების წყაროებს გაზრდიდი. მოკლედ ეს ზღაპარს გავს, მაგრამ მე შემიძლია რომ ეს ზღაპარი რეალობად ვაქციო. მოგესალმები ჩრდილიდან, მე ვარ კაგე და ამ ჩანაწერში ადამიანების მართვის რამდენიმე ხრიგს გაგიზიარებ. მივყვები თანმიმდევრობით და ყოველი მათგანი წინაზე დაახვეწილი იქნება. უკვე ამ ხრიგების ათვისებით შეძლებს საგრძნობლად გაზარდოს ხვების დარწმუნების და განეიტრალების უნარი. ხოლო თუ მეტად სერიოზული პრაქტიკები და გაინტერესებს, გამოხატე ნებისმიერი რეაქცია ამ ვიდეოზე და ამით მივხვდები, რომ შემდეგი დონის დადების დროა. მანიპულაცია ნომერი 1. გამონაკლისი შემთხვევა. გამონაკლისი შემთხვევა გულისხმობს, რომ დასმულ კითხვას უპასუხო არათუ პირდაპირ, არამედ მაგალითით. მარტივად განვიხილოთ. გეკითხები თუ რამდენი გაქვს ყოველთვიური შემოსავალი. შენ კი მეუბნები, რომ წინა თვეში 4000 გამოგივიდა. შენი მაგალითი არ არის პირდაპირი პასუხი ჩემ კითხვაზე, რადგან შეიძლება თვეში სტაბილურად 2500 გამოგდის, მაგრამ წინა თვე იყო გამონაკლისი შემთხვევა. შენი პასუხით კი არათუ მომატყუე, არამედ სიცრუეში შემიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე თქვი. ავიღოთ სხვა მაგალითიც. წარმოიდგინე, რომ ვკამათობთ სიგარეტის მავნებლობაზე. მე გიმტკიცებ, რომ კი ბოს აჩენს, შენ კი მეუბნები, რომ შენი 85 წლის ბაბუა ბავშვობიდან დღემდე ეწევა და ცხენივით ჯანმრთელია. შენ თითქოს მეუბნები უტყუარ ფაქტს და ცოცხალ მაგალითს, რაც კამათში უპირატესობას გაძლევს. მაგრამ ის, რომ შენმა ბაბუამ ეგეთი ჯანმრთელობით გამოიჩინა თავი, არის გამონაკლისი შემთხვევა, რადგან სხვა მის ადგილას ჯანმრთელი ვერ იქნებოდა. მოკლედ ნახულობ ერთეულ მაგალითს, რომელიც სიმართლეა, მაგრამ არ არის ნორმა. პასუხობ ამ მაგალითით და ეს შემთხვევა გამოდის ნორმალური მოვლენა. მანიპულაცია ნომერი 2. ავტორიტეტის გამოყენება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საზოგადოების 97% დაიჯერებს ნებისმიერ ფაქტს, თუ იტყვი, რომ ეს ფაქტი მეცნიერების დამტკიცებულია. სხვისი ავტორიტეტის გამოყენება არის ძალიან მარტივი და ეფექტური. მაგალითად, მე და შენ ვსაუბრობთ თუ როგორ უნდა გააპოპულარულო საკუთარი YouTube არხი მოკლე დროში. მე ერთ აზრზე ვარ, შენ კი საპირისპიროზე. მაგრამ მე რასაც გეუბნები, ეგ გავიგე უკვე წარმატებული ვიდეო ბლოგერისგან. აძლევს თუ არა ეს ფაქტი ჩემ პოზიციას მეტ წონას? რა თქმა უნდა აძლევს. რადგან შეიძლება მე აზრზე არ ვიყო, მაგრამ თუ უკვე შემდგარი ბლოგერიც იგივეს ამბობს, გამოდის რომ შენ არა მარტო ჩემს სიტყვებს, არამედ ვიღაც პროფესიონალის აზრსაც ეწინააღმდეგები. ასეთი მარტივი პრინციპით ნებისმიერი პოზიციის გამყარება შეგიძლია. უბრალოდ ნახულობ ავტორიტეტს კონკრეტულ სფეროში, რომლის აზრიც შენცას ემთხვევა. შემდეგ იყენებ მის პროფესიას ან სახელს. რა თქმა უნდა, შეიძლება ორივე სისულელეებს ბოდავდეთ, მაგრამ შენი სიტყვები მეტად დამაჯერებელი გამოჩნდება. სანამ მომდევნო ხრიგზე გადავალ, იცოდე რომ ვიდეოს ბოლოს გელოდება დამატებითი მოკლე ინფორმაცია თუ როგორ ადამიანებს, მათ შორის შენც, რა სისუსტეები გაგაჩნიათ. სისუსტეების წყალობით კი მარტივად დაიცავ თავს ან პირიქით ბევრად ეფექტურად მოაქცევ ადამიანს საკუთარი ზეგავლენის ქვეშ. მანიპულაცია ნომერი 3. პიროვნული თავდასხმა. ეს არის წინა ხრიგის მონათესავე. თუ წინა შემთხვევაში სხვა ადამიანის ავტორიტეტს იყენებდი საკუთარი სიტყვის გასაძლიერებლად, ამ შემთხვევაში ოპონენტს პიროვნულად აკრიტიკებ, რომ მისმა სიტყვებმა წონა დაკარგოს. მაგალითად, მე და შენ ვსჯელობთ ვინმეს საქციელზე და განსჯით სხვადასხვანაირად. მე ვამბობ, რომ ეგ ადამიანი კარგია, შენ ამბობ, რომ ცუდი. ამიტომ გეკითხები, ვინ ჯანდაბა ხარ თავის ხვაზე მეტი რომ გგონია და ესე განსჯი? საიდან გაქვს იმაზე მეტი შეგნება? როდის მე გაერკვია ფსიქოლოგიაში და ფილოსოფიაში ეგეთ დონეზე, რომ სხვებზე მსგავსად ლაპარაკობ? ეგეც რას მიაღწია? მოკლედ რომ გითხრა, პრინციპი არის შემდეგი. თუ კონკრეტულ საკითხში არაკომპეტენტურს გამოგიყვან, მაშინ ამ საკითხზე ლაპარაკის უფლებას დაკარგავ. რადგან დებილს აზრი არ მოიკითხება. მიუხედავად იმისა, რომ თუ ადამიანი დებილია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი აზრი აუცილებლად ცდარია. მანიპულაცია ნომერი 4. შიშის გზა.
ამ ხრიკის მიზანია, რომ მსხვერპლი შიშის წყალობით მდორედ მიაცილოს შენთვის სასურველ დასკვნამდე. სიტყვაზე შენ და შენმა მეგობარმა წამოიწყეთ საერთო მომგებიანის საქმე, მაგრამ სულ ცოტა დროის შემდეგ მას დენთი გამოელია და სიზარმაცემ შეიპყრო. თუ ბიძგის მიცემას გადაწყვეტ იმ სამოტივაციო საუბრით, რომ მალე საქმეს შეძლებთ, ფულს იშოვით, მაგარ მანქანებს იყიდით, ამას ეფექტი არ ექნება. რადგან შენ ადამიანს პირველ რიგში იმას ახსენებ, რაზეც ისედაც უფიქრია და მეორე რიგში არ წმუნებ იმაში, რისიც მას თითქმის არ ჯერა. ბევრად ეფექტური იქნება თუ იტყვი, რომ ასე თუ გააგრძელებს, საქმე ჩაფლავდება. დარჩება სიღარიბეში და იმ სამსახურში, რომელიც ძულს. მისი გართობა იქნება რუტინული და გულისამრევი მოწევა და დალევა. იმის მაგივრად, რომ ატმოსფერულ ბარებში ისე ირნოს და ფული ისე ხარჯოს, როგორც გაუსწორდება. და თუ უნდა წინსვლის დაგიდება, მაშინ დროულად გითხრას, რომ შენი გზა ცალკე გააგრძელო, სანამ წარმატებას არ მიაღწევ. თუ ასე მოიქცევი, უმეტეს შემთხვევაში დაინახავ შენი მეგობრის ჩაფიქრებულ სახეს და ტრაკის განძრევის გულწრფელ სურვილს. გახსოვდეს, რომ მოცემული ინფორმაცია უნდა გამოიყენო ზომიერად, სიტუაციურად სწორად და ბუნებრივად. ასე მოიქეცი და შენი ზეგავლენა საგრძნობლად გაიზრდება უკვე დღესვე და ეს ძალა კეთილს ინდისიერად გამოგეყენოს. ახლა კი როგორც დააკვირდი, გაჩვენებ პატარა სიას ადამიანების სისუსტეებზე. დამახსოვრება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიაზრო თვითონ მექანიზმი. თუ შენ ხედავ ამ მაჩვენებლებს საკუთარ თავში ან სხვა ადამიანში, იცოდე, რომ თქვენი მართვა შედარებით მარტივია შემდეგი ბერკეტებით. ნარცისიზმი და განდიდების მანია. ესეთ ადამიანებზე მარტივად მოქმედებს კომპლიმენტები, ქება და მლიქვნელობა. ეგოცენტრიზმი და ამბიცია. ამ ადამიანებისთვის ძალიან მარტივი დასაჯერებელია, რომ ისინი ბევრად მეტს იმსახურებენ, ან ბევრად მეტს მიიღებენ. სიხარბე. ხარბი ადამიანი დაუცველია მომგებიანი შეთავაზებებისგან და დაპირებებისგან. მკაფიოდ გამოხატული ცხოველური ინსტინქტები. ესეთ ადამიანს უყვარს დოფამინის მარტივად მიღების გზები, როგორიცაა ჭამა, ძილი, სექსუალური მოთხოვნილებები. ასევე ამ სიაში შეგვიძლია ჩავწეროთ სკროლვა, ვიდეო თამაშები, სერიალები და წამიერი სიამოვნების მსგავსი წყაროები. ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მთავარი არსი უკვე დაიჭირე. ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილებები არის როგორც ძალა, ასევე სისუსტე, რადგან თუ პერსონა ამ ძალას არ ფლობს, მაშინ თვითონ არის მისი მფლობელობის ქვეშ. ესეთ შემთხვევაში ადამიანი ხდება არა მარტო საკუთარი მიდრეკილებების მონა, არამედ გარე მანიპულაციის მარტივი მსხვერპლიც.